თანამედროვე სტანდარტების საგანმანათლებლო დაწესებულებები და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ქვეყნის მასშტაბით მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება, რომლის შესახებაც ნინი მაისურაძე ისაუბრებს. ჩვენი სკოლა წლის ბოლოსთვის შეძლებს 350 მოსწავლის მიღებაც, რაც სტიმულია მათთვის და გურჯაანი ბაკურციხის საჯარო სკოლა ერთ-ერთია იმ მასშტაბურ საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურულ პროექტთაგან, რომელიც წლის ბოლოსთვის სრულად რეაბილიტირებული და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი იქნება. პროექტის მიხედვით 2023-25 წლებში კახეთში მთლიანობაში 14 საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა რეაბილიტაცია დაიგეგმა. უკვე დაასრულდა 5, წლის ბოლომდე კი კიდევ 7 საჯარო სკოლა და 2 პროფესიული სასწავლებელი აშენდება. მოწყობილია ის ყველა თანამედროვე სტანდარტი, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის სწავლის დონის ამაღლებას და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნას. სკოლებში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად ეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზები, სპორტული და რეკრეაციული სივრცეები. კახეთის რეგიონში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების ღირებულება ჯამში 85 მილიონ ლარს შეადგენს. ათასობით მოსწავლე წლის ბოლომდე განვითარებულ გარემოში მიიღებს სრულფასოვან განათლებას. სააგენტო სრულად აღჭურვავს ზემოთხსენებულ საჯარო სკოლებს, როგორც თანამედროვე ტექნიკით, ასევე ავეჯით. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სივრცეები და გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა მოსწავლეებისთვის მრავალფეროვან პროგრამებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს, რაც პირდაპირ აისახება მათ აკადემიურ მოსწრებაზე. ხარისხის გასაუმჯობესებლად აუცილებელი წინაპირობა არის საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება. ჩვენი მიზანია, რომ ამ წლის მანძილზე 100-მდე ახალი სკოლა რეაბილიტირდეს სრულად ან აშენდეს ხელახლა. აღნიშნული პროექტის განხორციელება მართლაც საგრძნობლად გააუმჯობესებს განათლების როგორც ხარისხს, ისე სასწავლო შედეგებს ჩვენს ქვეყანაში. განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება, რაც ქვეყანაში ადამიანური კაპიტალისა და ინტელექტუალური რესურსის განვითარებას შეუწყობს ხელს.